მეგობრებო, არ მომწინდება ამის საუბარი და მინდა გითხრათ ერთი რამე რა. გერმანია, საფრანგეთის, ბელგიაც, ჰოლანდიაც, რა ვიცი, ყველა ევროპული ქვეყანა არის განვითარებული. აქ მძიმე მრეწველობა, ყველა ეს სახელმწიფოები თითქმის, რა ვიცი, იფხავიდან დაწყებული, თვითონად ტანკი, მატარებელი, ყველაფერს უშობენ რა. ყველაფერს აწარმოებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა აქვენ განვითარებული. რამე თუ იციან ერთი რამე, ამ დედააფეთქებულმა ჩვენმა ხელისუფლებამ ომი ზოიწაკი და მესამე მსოფლიო ომი და უიდე და ეგი რა ხდება და გვაშინებს ამით აი ესენი სულ გადამამუშავებელი რაღაცეები ახლა ხო გვაშინებს ამით ვინცობის ამართლა იყოს მანქი სასათო უკვე სუბსტრატი ხდება დეფიციტი და არა ტანსაცმელი და არა მანქანა და არა რამე და ჩვენ აი რა თურქეთიდან ირანიდან და იმიდან აი ირანშიდაც ახლა რა ხდება და რაც ხდება და ნუ პატარახლით შეჭერდეს ირანიდან ლობიო შემოტანა ხალხი შემოტანა დავი ნიორი შემოტანა და ყველაფერი ის რაც ჩვენ შეგვიძლია საქართველოს შევაწევთ შეხედეთ რა ლამაზადაა ყველაფერი აი ნახეთ რა და რა მოვლენა და შეჭერდეს რა ესე რა მშიერი უნდა დავწდეთ და იმდენი ტრაკი არ უნდა გქონდეს საქართველოს არ უნდა გქონდეს საქართველოს რომ აწარმოოს თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, დააკონსერვოს, გააკიდოს, მარაგების შექმნას. ესენი ყველანი არიან მზად, აი ნახეთ რა, აი ესა ბელგიური სოფელი რა. და ნუ ახლა ფერმერები, აი მოგიწოდებთ რა, იბრძოლეთ. თქვენი უფლებებისთვის, იმისათვის რომ შრომით იცხოვროთ ნორმალურად. აი ნახეთ ტყე თუ არა ტყე არის დამუშავებული ტერიტორია ტყე თუ არა ტყე მაშინ არის სახლები არის რა ვიცი ყველაფერი აი ნახეთ რა აი არ მომწინდება ყოველთვის ჩავწერ სადაც კი წავალ როგორც კი წავალ არა და ისე ბევრს დავდივარ აი ნახეთ აი ესაა სოფელი და ეგენი იბრძვიან თავის უფლებებისა და ტრაქტორებით გამევიდნენ პლუსზე თქვენ მაგის და დავადირე პიკასოს ნახატი ვიცლერი გახვევათ ტრაქზე ხო და აი არ იბრძვით უფლებების აი ნახეთ რა სილამაზეა რა სიმდიდრეა იმიტომ რომ აქცევენ რა იცის ყველა ქვეყანამ დადგეს კრიტიკული მომენტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიქცევა ნომერ პირველად იმიტომ შეიძლება შიშველი იარო შეიძლება უმანქანოდ იარო მაგრამ საჭმის გარეშე ვერევლი. ამიტომ დაყენებული აქვენ ეს თემა და ესენიანი საათ ყველაფრისთვის და ჩვენ რისთვისაც რო გადაიკეთოს ახლა თურქეთი, გადაიკეთოს ირანი, უზბეკეთი, დაგიმთავრდა რა. მშიერი გაგზრობათ სული მაგ საქართველოში. მშიერი გაგზრობა, იმიტომ რომ ვერ ახერხებთ იმ პროდუქციის მოყვანას, რაც აუცილებელია რა, სიცოცხლისათვის. და ახლა ყვირი ხარ რომ არ მითხრათ ამ თემაზე ბარი 15-20 წელია ყვირი ვარ მადლობ ყურადღებისათვის